ნახევარ ნიუ-იორკის დაცვა არის საჭირო, რომ ასე ვთქვათ, განცალკევებულად დარჩენეს მებრძოლები და ბრძოლამდე ბრძოლა არ მოუვიდეთ. და მერე როდესაც უკვე ბრძოლა იწყება და ასე რომ ეს კითხვის ნიშანი არსებობდა და ამ შემთხვევაში ამ ბრძოლაში ამ კითხვის ნიშანს უკვე კონკრეტული პასუხი გაეცა, რომ მოდით ესე ვთქვათ, რომ ის რაც მოხდა და ეს დამარცხება ხამზატის დიდი შოკი მაინც ჯამში არ უნდა ყოფილიყო, რადგან მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდებით მიმოხილვით, მომიტევეთ ცოტა გაციებული ვარ და ხმა მაქვს აჭრილი, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად კარგად მოვახდო კომუნიკაცია. მინდა დავიწყო იმ ფაქტით, რომ რეალურად ეს პროგნოზების მარკეტი საკმაოდ რთული თემაა და რთული ჭარებში ბიზნესი არის და პირდაპირ მნიშვნელობითაც რთული ბიზნესია, როგორც ბუკმეიკერმა გაიგეს ამ შაბათს, რაც შეგვიძლია ორი მთავარი ბრძოლით ვიხემძღვანელოთ, ორივე ფავორიტმა წააგო ბრძოლა. ერთგან ფავორიტი იყო ხამზატ ჩიმაევი ჩემპიონი და მეორეგან ფავორიტი იყო ტაცუირო ტაირა, უკვე ჩალენჯერი ასე ვთქვათ და ორივემ წააგო. თუმცა მაგალითად თავარი ბრძოლის შემთხვევაში რეალურად ყოფილი გადაწყვეტილებით მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც არ უნდა მოხდარიყო, მეორე მხარის ოცასულიყო და აეწიათ ხელი, შოკში ამითი არავინ არ ჩავარდებოდა. კი შეიძლება არ დაეთანხმოდა მეც მაგ ჯგუფში ვიქნებოდი, რომ არ დავეთანხმებოდი და ვთვლი, რომ მეტნაკლებად მაინც შონ სტრიკლენდმა მოიგო, ამასაც დეტალურად გავიხილავთ, რატო და როგორ. თუმცა აი მაგიტომ არის, რომ რთულია საბოლოოში თქვა სახელი, რომ აი ეს მოიგებს და რეალურად ძირითად შემთხვევაში სწორი აღმოჩნდა და რომ აღმოჩნდეს სწორი რეალურად არ ნიშნავს მაინც რომ ეს შენი განსაკუთრებული ნიჭის დამსახურება არის. თავარია შეაფასო ბრძოლა, გააკეთო კარგი ანალიზი, გადაიხარო რომელიღაც მხარეს და მეორე მხარესაც მიცე თავისი, ასე ვთქვათ, გასაღებები გამარჯვების და ეს ყველაფერი თუ მეტნაკლებად გამოჩნდა და შესრულდა ბრძოლაში, ესე იგი შენი საქმე კარგად გააკეთე, მე ესე ვუყურებ. რაც შეეხება ჩვენი გუნდის წარმომადგენლის დათო ჟვანიას პროგნოზს, უნდა მივცეთ მას კრედიტი, თავს იკლავდა, რომ შონ სტრიკლენდი მოიგებსო და ესეც მოხდა. თუმცა მოდი ესე ვთქვათ, რომ რაღაც მომენტში ხამზატისთვის აეწიათ ხელი, დათო ნაკლებ კრედიტს არ დაიმსახურებდა ჩემი აზრით. იმიტომ რომ შონ სტრიკლენდმა თავისთავად მაგ ბრძოლაში მაინც აჩვენა. მოდით ახლა უშუალოდ შევახოთ ბრძოლას, ანუ მე როდესაც ბრძოლას უყურებ და როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა და ისეთი სტილისტური შეტაკებაა, როგორიც იყო ეს ბრძოლა ჩიმაევსა და სტრიკლენდს შორის, თავიდან პირველ რაუნდს ვანიჭებ საკმაოდ დიდ ასე ვთქვათ მნიშვნელობას და ვეძებ გარკვეულ რაღაცებს, რის ნახვაც მინდა ასე ვთქვათ ჩალენჯერის მხრიდან და იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ვთქვათ არის აუთსაიდერი და უნდა წააგოს ეს დარიგით ფურცელზე. ამ შემთხვევაში შონის მხრიდან მე პირადად ვეძებდი, რომ ერთხელ წამომდგარიყო თავისით, მიწაზე რომ გადაიყვანდა ხამზატი და ორი აზრი არ არის, რომ გადაიყვანდა და თავიდან ესეც მოხდა. ერთი რამ განსაკვირი არის, რომ უფრო მეჯერ ვერ მოახერხა სანამ არ დაიღლებოდა. თუმცა ხამზატს აბსოლუტურად ყველა ყავს გადაყვანილი და დიდი ალბათობით სტრიკლენდსაც მარტივად პირველი 1-2 გადაიყვანდა, ამაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი. უბრალოდ ვეძებდი, რომ აი როდის მოხდებოდა, რომ თქვა დაიცვა, კაია, გადარჩა, ეგრე დუპლესიც გადარჩა და ასე ვთქვათ არ დაფინიშდა, 5 რაუნდი იბრძოლა, ხო, მაგრამ პრაქტიკულად იმედი არ იყო, რადგან ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, რომ ბოლო მომენტს თუ არ ჩავთვლით ისე და ისე, ვერც ერთი მომენტიდან ვერ მოახერხა გამოძრომა და რაღაცის შექმნა. ამიტომ შესაბამისად ვეძებდი, რომ სტრიკლენდი უნდა წამომდგარიყო ერთხელ და განთავისუფლებულიყო. მე სურო ისე 5 წამში გადაიყვანა ჩიმაევს, ეგ ჩემთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ნიშანი იქნებოდა, რომ სტრიკლენდი გაიმარჯვებდა. თუმცა უარესი მოხდა რეალურად ჩიმაევისთვის. იმდენად დაიღალა პირველი გაცვლებიდან, იმიტომ რომ მართლა რთული არის სტრიკლენდის კონტროლი, რომ
პირველივე ანუ რეალურად მეორე რაუნდში შესვლისას უკვე მოუწია რომ ჩამჯდარიყო გარდში. ანუ ეგ არის კლასიკური თემა, როდესაც ოღონდ გადავიდეს მიწაზე, ანუ ერთ გართფულს ეძახიან ჯიu-ჯიტსუში და თანახმახარო ზურგზეც დაწვე და იქიდან დაიწყო მუშაობა. ეს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში დაღლილობიდან გამოწვეული იყო, არის ხანდახან როდესაც გრაპლინგის მასში შტები და იცი რომ ქვევიდან იმუშავებ და შენ თავში დარწმუნებული ხარ, მაგრამ დარტყმები არ არის და ასე შემდეგ. MMA-ში ბოლო პერიოდში მით უმეტეს ნაკლებად გამოიყენება ეს თემა და ძირითადად არის როდესაც დაღლილობა გაწვება და რეალურად უკვე ენერგია არ გაქვს რომ ტეიქდაუნი დაასრულო და ენერგია არ გაქვს რომ წამოდგე და დაწოლას არ შეიძლება. მეორე кейსი იყო ასეთი, როდესაც უკვე თლიანად ასე ვთქვათ გამაზა ტეიქდაუნი ვერ შევიდა ვერანაირად და მე თავისი თვე დაждდა. იქ თქვათ შონი დააწვა პირველ შემთხვევაში და მოუწია ჩაждობა რაღაც დონეზე, მაგრამ მეორე ჯერზე უბრალოდ უკვე ძალიან ცუდი ნიშანი იყო და ეს პრაქტიკულად ფინიშის მომასწავლებელია ხშირ შემთხვევაში, თუმცა ამ შემთხვევაში ესე არ აღმოჩნდა. შემდგომ რაც ნახეთ რეალურად და ერთი რაც შემიძლია თქვა რომ ხამზატი ნამდვილად კარგ ფორმაში იყო, რადგან ეს მეორე, ანუ ეს recovery, ძალიან რომ დაიღლები და აღდგენა რომ გააქვს ეგრეთ წოდებული second wins, რასაც ეძახიან და მეორე ამოსუნ თქვა, ასე ვთქვათ, არის იმაზე მიმანიშნებელი, რომ ადამიანი ფორმაში არის, თუმცა ანუ ხამზატის მომზადებაზე და მის ახალ ინსტრუქტორზეც ფიზიკურის ინსტრუქტორზე საუბრობ, კითხვის ნიშნები არის, თუმცა რაღაც დონეზე ის იყო ამ ომისთვის სად, თუ არა და აუცილებლად დაფინიშდებოდა, მაგრამ მეორე კუთხით ჩვენ შეგვიძლია რომ ეს შონ სტრიკლენდსაც დავაბრალოთ, რადგან უფრო მეტი შეეძლო ჩემი აზრით, უფრო შეეძლო რომ უკან დაეხევინებინა და მიეყენა პოტენციალურად მეტი ზიანი, ახლა კი ვიცი უფრო ადვილია სათქმელად ვიდრე გასაკეთებლად, მაგრამ იყო იქ შანსები მეტი კომბინაციის, მეტი აგრესიულობის, მაგრამ ასევე მეორე თემასთან მივყავართ, რომ რეალურად ჩიმაევმა, ანუ ყოველ შემთხვევაში ბოლო რაუნდში მაინც, სადაც გადამწყვეტი იყო 2-2 იყო დიდი ალბათობით მაგ რაუნდამდე რაუნდები გაილახა ჯებით. საერთოდ ანუ გაგიჟებული ვიყავ, როგორ შეიძლება არ გამოიყენო მარჯვენა ან რამე თქვათ დამატებით follow-up-ი გავუკეთო ჯებს. მარჯვენა პირდაპირ ყველაზე სწორი იქნებოდა მაგ შემთხვევაში და რაც გავიდოდა ჩემი აზრით, არ ვიცი, ტყიოდა, რაღაც მართლა მხარი აწუხებს. არ ვიცი, counter-ის ეშინოდა ჩიმაევის ხრიდან, იმიტომ რომ აი overhand-ებს კი იქნევდა. არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ჯებით იმუშავა თითქმის მთელი რაუნდი, ეგ რაუნდი. ჩემი აზრით ორი აზრი არ არის, სტრიკლენდმა მოიგო ზიანით და სიზუსტით და რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯებით გაილახა მეხუთე რაუნდში ყოველ შემთხვევაში და სხვა რაუნდებშიც ნაწილობრივ ჩიმაევი და ანუ აი მოდი ესე ვთქვათ, რომ ეგ ბევრ ამაზე მეტყველებს ჯებით ეგრე დგომში რომ ზიანდები და ილახები, სტრაიკინგის სრული აღქმა როგორც ჩანს ამ ადამიანს მაინც არ აქვს, კი მას უკეთეს სტრაიკინგი როგორც ვთქვათ, ვიდრე ხაბიბს ან ვთქვათ სხვა გრაპლერებს, მაგრამ აი არ წარმომიდგენია რომ აი მაგალითად ისლამ ახაჩევი რაღაცამ ჯებით ცემოს მეხუთე რაუნდში, ანუ ძალიან რთული წარმოსადგენი არის. და ნუ ისლამ ახაჩევის მაგალითს იმიტომ ვიყენებ, რომ ნუ აი დაახლოებით ეგეთი სტილის მებრძოლია ხო, რომელიც ნუ აი ფეხში შედის, გადაყავს, აკონტროლებს, ასაბმიტებს, რაღაც განსხვავებები არის მათ შორის, მაგრამ დაახლოებით ნუ ესეთი კავკასიური სტილის მებრძოლი არის. თუმცა კი ბევრი სხვა მაგალითია იმ ხალხის, რომლებიც ჯებით არ გაილახებიან ესე მთელი ბრძოლა, შეიძლება გაატარო რამოდენიმე ჯები, მაგრამ უნდა შეგეძლოს მერე რომ მოახერხო გადაწყობა და ყველა ჯები პრაქტიკულად არ გხდებოდეს პირდაპირ. ამიტომ რაღაც დონეზე სტრიკლენდს მაგაში გაუმართლა, რომ ხამზატმა გადაწყობა ვერ მოახერხა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, თორემ შესაძლოა რომ აი ბრძოლა გამოიტაცებინა ერთი კარგი ტეიქდაუნით, ერთი კარგი კონტროლით ან რამოდენიმე კარგი ფეხზე კაუნტერით შეიძლება წაერთმია უკვე ზიანზე ხამზატს.
ეხლა რატო წააგო თქვათ ეს წონის თემა იყო თუ არ იყო თუ რა იყო ეგ საკითხები უკვე ნაკლებად საინტერესოა რადგან ხამზატი 170-ში ბრძოლა არც თუ ისე დიდი ხნის წინ სულ რამოდენიმე წლის თემა არის მე ავიდა middleweight-ში 185-ში რეალურად დაახლოებით რამდენი კილო გამოდის 7 კილოთი ზევით და ეს უკვე მისი პასუხისმგებლობაა რომ ის წონა ჩააბაროს სწორად და როგორც არ უნდა უყურებდე იმ აწონვას, მან ჩააბარა ოფიციალურად წონა, მაგრამ მარტო ჩაბარებაც არ არის, უნდა შეგეძლოს რომ ისე ჩააბარო, რომ მე სწორი აღდგენაც მოახერხოს სხეულმა. არ ვიცი მან ეს მოახერხა თუ არა ჩაბარება სწორი გზით და რამე გავლენა იქონია თუ არა, მაგრამ ყოველთვის მას ჰქონდა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ეს მსგავსი პრობლემები დაღლის, იქ არ ყოფნის უკვე სულ ანუ რეალურად რაღაც მომენტში უკვე ეტკი გული აქვს არა, მაგაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ თითქოს ფსიქოლოგიურად მაინც იქ აღარ უნდა რომ იყოს დიდად თითქოს თუ მისთვის გადამწყვეტიც აღარ არის რომ ტიტული შეიძლება დაკარგოს. ეხლა აი პორიე და მახაჩევი რო აიღო, ნუ აი მახაჩევს ცოცხალთავით არ უნდა რომ დაეთმო მეხუთე რაუნდში დაეტოვებინა საჯების ხელში მეხუთე რაუნდში უკვე და აი მაინც ეძებდა საბმიშენს და მაინც ეძებდა ბოლო მომენტამდე გამარჯვებას. ეგეთი რაღაცა აქ ვერ ვიხილეთ. არ ვიცი რა თემა იყო, კარდიოს თემა იყო, სხვა თემა იყო. ჩემი მოსაზრები მაქვს, მაგრამ ნუ ეგ გვერდზე იყოს. უბრალოდ როგორც მოხდა, ისე მოხდა და ჩვენი ჩემპიონი რეალურად ისე დამარცხდა, რომ ტიტული ვერ დაიცვა. ტიტულის დაცვის გარეშე დამარცხდა, ეგეც ძალიან დიდი ფაქტორი არის, რომელიც ჩემი აზრით მის კარიერაზე და მის ასე თქვათ ისტორიაზე იმოქმედებს. თუ ეხლა დაბრუნდება და დაიბრუნებს ტიტულს და მერე გააგრძელებს თქვათ დიდი ხანი ჩემპიონად, შეიძლება ამან დიდი ზეგავლენა არ იქონიოს, მაგრამ ჩემპიონ დაცვის გარეშე არ არის ისტორიაში კარგად არ ჩანს და თქვენ წარმოიდგინეთ ხაი თოფურიას რომ თოფურია ვიღაცამ ჯებით ზემოს. ამდენი ტიტულის დაცვის მერე ან დარწმუნებული ვარ სულ ჰაიპს დაკარგავს. ან თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი ეგრე იღლებოდეს 1-2 რაუნდის მერე თოფურია პირობითად. ანუ ამას ყველაფერს მივყავართ, ანუ იმ კითხვამდე რომ აი სად არის და სად იქნება ხამზატის ადგილი ისტორიაში, რადგან ფურცელზე თავის დროზე და ჰაიპით და ყველაფრით ის უნდა ყოფილიყო, სადაც ნუ ტოპ მებრძოლები იქნებიან და პოტენციურად ერთ-ერთი all time great უნდა ყოფილიყო, მაგრამ ესე პოტენციურად შეიძლება არ მოხდეს. მოდით ესე ვთქვათ, რომ ის რაც მოხდა და ეს დამარცხება ხამზატის დიდი შოკი მაინც ჯამში არ უნდა ყოფილიყო, რადგან უკვე ეს იხარშებოდა ეს თემა, ესე თუ შევხედავთ, უბრალოდ ეს ნაწილობრივ გადადო დუპლესის წინააღმდეგ ბრძოლამ, რადგან მან საკმაოდ დომინანტად გამოიყურებოდა ბოლო მომენტამდე. თუმცა მას ორი ბრძოლა ჰქონდა, სადაც ითქვა რომ პოტენციურად ან წააგო, ან 5 რაუნდიანი რო ყოფილიყო წააგებდა. 3 რაუნდიანი ბრძოლები ჰქონდა, ორი გილბერტ ბერნსთან და მეორე უსმანთან, სადაც ვიღაცები თვლიან რომ წააგო, საერთოდ დამარცხდა ისედაც 3 რაუნდიანში და მე კიდევ უფრო მეტი ხალხი თვლის რომ 5 რაუნდიანი რო ყოფილიყო, დამარცხდებოდა აუცილებლად რა. განსაკუთრებით უსმანთან, რომელიც ანუ რეალურად welterweight-ი არის და UFC-ში მე მგონი არც ხონია middleweight-ში არც ერთი ბრძოლა მაგის გარდა. თან ძალიან მოკლე ასე თქვათ notice-ზე აიღო ეგ ბრძოლა და ალბათ ისეთი მომზადებული ვერ იქნებოდა როგორც უნდა ყოფილიყო. თან ფიზიკურადაც ხა არის სირბილი და ასე შემდეგ შეიძლება რაღაც საკეთებდა, მაგრამ პოზიციური და ბრძოლისთვის და ბრძოლის სპეციფიკებისთვის და ოპონენტის სპეციფიკებისთვის მომზადება კიდე სხვა თემა არის და ეგრე ვერ იქნებოდა მომზადებული ბუნებრივია ეგეთ მოკლე დროში და მაგის მიუხედავადაც დაიცვა, გადარჩა და მერე რეალურად უკვე გადაიბარა ბრძოლა ბოლოსკენ მესამე რაუნდში კონკრეტულად და რავი შეგვიძლია ვთქვათ რომ 5 რაუნდიანში დიდი შანსი იყო რომ მას მოეხერხებინა დამარცხება ჩიმაევის ასე რომ
კი ხამზადის დამარცხება შესაძლებელია და ის არ არის რაღაც შეუჩერებელი მანქანა და ის კარდიოც და ის ფიზმომზადებაც ჯერჯერობით მან ვერ ამოხსნა და გასაღები ვერ უპოვა რომ 5 რაუნდის განმავლობაში გააკეთოს ის რასაც პირველ რაუნდში აკეთებს. კიდე ერთ მნიშვნელოვან ფაქტს მინდა შევეხო რომ შონ სტრიკლენდი გახლავთ ძალიან მაღალი დონის გრაპლერი, ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ მიიღო შავი ქავარი ჯიუ-ჯიტსუში, კი ის ასე თქვა ღადაობს გრაპლინგზე და ასე შემდეგ, ის მისი სტილი არის ზოგადად, თუმცა მას აქვს საკმაოდ კარგი გრაპლინგის რეზუმე და ასევე ანუ ძალიან თვითონვე თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ძირითადად თუ რა გონია თუ მე გრაპლინგს დაკავებული ვარო უბრალოდ მაგას არ ვდეფო ვის რა შეაინტერესებს მაგის ყურებაა. ნუ ზოგადად აინტერესებთ ხალხს, მაგრამ ნუ ეგეც გააშარჟა, თუმცა ხაზი გაუსვა რომ ძალიან ბევრს გრაპლინგში ვარჯიშობს, ხო? All I fucking do is grapple. You guys, what do you guys think? The reason why I don't post grappling is because it's fucking gay. ასე დაიდო ვიდეო ახილის როშას წინააღმდეგ მისი სპარინგები, ანუ წინააღმდეგ რა, ანუ ერთად როშასთან ერთად ახილის როშა გახლავთ UFC BJJ-ის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი და ზოგადად ჯიუ-ჯიტსუს ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი არის. ვაგნერ როშას შვილი არის, ეგეც ერთ-ერთი ლეგენდარული ჯიუ-ჯიტსუს სპეციალისტია, შორის UFC-ის ვეტერანის არის. და მასთან ერთად აი ჩანს თუ რამდენად ფეთქებადია, რამდენად ესმის პოზიციები და რამდენად ბევრ დროს ატარებს იმ პოზიციებში კლასიკურად აი როგორც თქვა ჯიუ-ჯიტსუში ვაკეთებთ, რომ აი რაღაც სპეციფიურ სპარინგებს აკეთებენ და ამაზე ხა ეს არის ერთი ვიდეო და რამდენი ეგეთი სხვა ადამიანთან ექნება ნამუშევარი და თან ამ კემპში და წლების განმავლობაში, ხო? ანუ მაგიტომაც არის დღესდღეობით გრაპლინგი და გრაპლერებისთვის, სპეციალისტებისთვის ცოტა რთულდება ხალხის დამარცხება, რადგან ძალიან ბევრ დროს ატარებენ MMA-ის მებრძოლები გრაპლინგზე. და თუ შენ ჯობი ხარ მას გრაპლინგში, საკმარისად ვერ ჯობი ხარ, რომ ყველაფერი სხვა გადაწონო. და ამიტომ არის რომ საბოლოო ჯამში მაინც ასე ვთქვათ, დაგვირგვინება მდგომით მოხდა ამ ყველაფრის და მდგომში უკეთესმა სტრაიკერმა გაიმარჯვა. თუმცა ხაზი მინდა ასე გაუსვა იმას, რომ არ არსებობს იმაზე უფრო ადვილი ლუკმა, როგორიც არის სტრაიკერი, რომელიც გრაპლინგს საკმარისად არ ვარჯიშობს ან არ ვარჯიშობს. მოდი ერთ ფაქტს კიდე დავავატებ, რომელიც ტექნიკურ დეტალებთან არაფერ შუაში არ არის შონ სტრიკლენდი და ხამზადის ბრძოლიდან. აი მე არ მომწონს, როდესაც აი ესეთი ბილდაპი არის, ყველაფერს ეუბნებიან ერთმანეთს, ნახევარ ნიუ-იორკის დაცვა არის საჭირო, რომ ასე ვთქვათ, განცალკევებულად დარჩენეს მებრძოლები და ბრძოლამდე ბრძოლა არ მოუვიდეთ და მე როდესაც უკვე ბრძოლა იწყება და თავის მოძრობის დროა და გაქვს შანსი უკვე თავი მოვაძრო, მეგობრული ჩარტყმები და კი ჩარტყი შეგიძლია თქვათ ერთხელ რომ ჩარტყი და მოდი ხა თავი მოვაძროთ ერთმანეთს, მაგრამ არ მიყვარს ზედმეტი მე რაღაც თავდახრები და პატივისცემა, როდესაც თუ ეგეთი ეგინდოდა, ეგ გაეკეთებინა და თუ ვიღაცას ბჭყალებში მოდი დედასაგინებ, მაშინ ეგ ენერგია შეინარჩუნე ჩემი აზრით და უკვე ბრძოლა რომ დამთავრდება, ვინც გაიმარჯვებს, მე ჩაეხუტეთ და გინდა იმეგობრეთ და ლუდი დალიეთ, ნუ ლუდს ხამზატი არ დალევს, მაგრამ რაღაც, არ ვიცი, სიროფი დალიეთ ერთად. აი, არის ჩემი მოსაზრება მაგ ყველაფერზე, რაც დიდათ არ მომწონს, მინდა ისეთივე ინტენსივობით ვიხილო, ანუ ბრძოლა კი, ანუ მე არ ვიძახი რომ მივარდი და გიჟივით ეჩხუბი, არა, ანუ შენ ტახტი განავითარი, მაგრამ სერიოზულობა შეინარჩუნე და ის ასე თქვათ ტრობა შეინარჩუნე თვალებში ბრძოლის განმავლობაშიც. მეგობრებო, ეს იყო ჩემი მოხიბლა UFC 328-ის main event-ის. თუ მოგეწონათ, მოიწონეთ, გააზიარეთ, დაგვიკომენტარეთ თქვენი მოსაზრებები და შევეცდებით რომ გიპასუხოთ.